სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. ჩვენ სამღვდელოებასთან ერთად გულითა და დგილოცავთ აწინდელ დილსა და დიდეულ დღესასწაულს თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლესი. ასევე გილოცავთ არსუ დიდი ხნის წინათ კანონიზირებული წმინდანის წმინდა პაისი ათონელის ხსენებას. ბერძნული კალენდრით დღეს მოიხსენიება, იმიტომ რომ მოციქულთა ხსენებას აღესრულა იგი და ძირითადში როცა კანონიზირება ხდება, გარდაცვალების დღე არის მისი ესე იგი ხსენების დღე. იმიტომ რომ სიკვდილის სიცოცხლე არ თავდება, პირიქით მაგ დღეს გადადის ადამიანი უკვდავებასა და მარადისობაში. ჯერ კიდევ თავად სახელი ამ მოციქულებისა განსაზღვრავს იმ უმნიშვნელოვანეს, რაც მათში იყო ღვთის მიერ. ასე მაგალითად, პეტრე მოციქულმა თავისი სახელი მიიღო ქრისტე მაცხოვრისაგან. ეწოდებოდა რა, ესე იგი, სიმონი იქცა პეტრე. პეტრე ქართულად რო ვთარგმნოთ ლათინურიდან პეტროს ნიშნავს კლდეს. ხოლო აი დღევანდელი სახარების საკითხავიდან მათესაგან კერძოდ ამოვიკითხეთ თუ რის გამო უწოდა სიმონს პეტრე. ერთხელაც ახლოვდებოდა რა უკვე ქრისტე მაცხოვრის მოკიცხვისა და ჯვარცმის დღე, გზად მიმავალი უფალი დაეკითხა 12 მოციქულს, რა სიტყვიან ჩემზე, ვინ არის ზეკაცსა, რა თქმა უნდა მას პატივმოყვარეობა და დიდების მოყვარება როდი აწვალებდა, არამედ სურდა საცნაურიყო მოციქულთა შინაგანი რწმენა, აღსარებელი გაეხადა ჭეშმარიტებისა. ხოლო იყო რა პეტრე მოციქული მოციქულთა შორის ყველაზე უფრო ტემპერამენტული ცოცხალი ბუნების ადამიანი, ყველას დასდა, უფალი უყვარდა გულწრფელად, თუმცა ეს სიყვარული ჯერ კიდევ ადამიანური იყო და განიხრთო და საერთო ტრფიალებად იქცა სულთმოფენობის მერმედ, როდესაც საკუთარი სიკვდილითაც კი ესევე ჯვარცმით დაამოწმა მაცხოვრის სიყვარული. მას დაასრო ყველას პეტრემ ამ კითხვაზე თუ ვინ არის ზეკაცის, ანუ იესოს რად მიიჩნევენ, ვინად მიაჩნიათ იგი და წამოიძახა, წმინდა ხარ ღვთისა, ძე ხარ ღვთისა ამ ქვეყნად მოსული ჩვენი საცხოვრებისათვის. მან გამოთქვა ჭეშმარიტი აღსარებლობა. დაინახეთ პეტრეს ამაზე, როდესაც სიმონს რა უთხრა მაცხოვრმა. ჯერ ერთი სახელს დო პეტრეთ და მეორეს თქვა, რომ პეტრესეულ აღსარებლობაზე, არა პეტრი ადამიანზე, ეს აბსურდია. ეს ეკლესია დაფუძნებულია წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია არა პეტრეს პიროვნებაზე, არამედ ქრისტე მაცხოვრის მხსნელ ვნებებზე, არამედ პეტრესეულ აღსარებლობაზეა ამ ვნებებთან ერთად დაფუძნებული წმინდა ეკლესია, რომ ქრისტე არის ძე ღვთისა, მესია მოსული ამ სოფლად ჩვენი საცხოვრებისათვის. და ნახეთ როგორი წინასწარმეტყველება გამოთქვა უფალმა ამასთან მიმართებაში. შენახარ პეტრე, პეტროს ანუ კლდე, ამ კლდეზე ვაფუძნებ ჩემს ეკლესიას ხსნელ ვნებებში და სატანა და ბჭენი ჯოჯოხეთისანი იოანე ოქროპირის განმარტებით დედამიწაზე ჯოჯოხეთის ბჭეს წარმოადგენს ყველა ის ბოროტი ძალა, რომელიც მიქრისტედან დღეინდელა დღემდის და ქრისტეს დაბრუნებამდე ებრძვის ქრისტეს წმინდა ეკლესიას. მაგრამ აგვითქვა უფალმა, რომ ვერ ერეოდიან მას სატანა და მისი ანგელოზები. ეს ბოროტი ძალები თავის დროზე იყო, ესე იგი, სხვა რელიგიების სახით, წარმართობის სახით, მწვალებელი იმპერატორების თუ წარმართი იმპერატორების სახით, რევოლუციებით, მარქსიზმით, ლენინიზმით, ათეიზმით და სხვა დღეინდელა დღემდის და დღეს უკვე კაცობრიობა შეიძლება ითქვას თავის აპოსტასიაში შევიდა, ესე იგი სრული განდგომა არის ღვთისაგან. აქა-იქ მოშანს ჭეშმარიტი სარწმუნოება. მათ შორის საძაგელი მოოხრებისა თანდათან დგება ეკლესიაშიც. შეირყა ზოგიერთი ადგილობრივი ეკლესია ჩართული ეკუმენისტურ მოძრაობაში, თანაგრძნობაში მწვალებელ წარმართთა მიმართაც კი და ესე იგი ამ დროს საუბრობენ ბევრს ადამიანთა უფლებებს, არანაირი რა უფლებებს შეუძლია რომელ ადამიანურ უფლებებს, რომელ ადამიანს შეცვალოს ღვთისწავლება, რომელიც ძესიდან დედამიწაზე გადმოიტანა ძე ღვთისა. და ესეთი იყო ნება ძისაც, მისი მომავლენებელი მამისა და სულიწმიდა ღმერთისას, რომელიც სულთმოფენობით განაყრთო ქრისტეს ვნებებში დაარსებული ეკლესია და წარგზავნა ღვთის სიტყვის საქადაგებლად. ამ ქადაგებელთა შორის და მოციქული პირველ ყოვლისა ქრისტეს აღდგომის ჭეშმარიტების მამოწმებელს ნიშნავს
განსაკუთრებულად თავი გამოიჩინეს მოციქულებმა პეტრემ და პავლემ. მას პეტროს დაარქვა ჭეშმარიტი ავსარებლობის გამო. სიმონი პეტრე გარდაისახა, ფერი იცვალა. რაც შეეხება პავლეს, რომელიც უწინ სავლე იყო, რომელიც იყო ზილოტი ფარისეველთა პარტიიდან, რომელსაც აღსრულდა უფლის წინასწარმეტყველო, რომელიც ნებამდე ქრისტე მაცხვარმა წარმოვდა მოციქულთა წინაშე. დაადგება დრო, როდესაც თქვენი დევნით, ჩემი მოწაფეების, მოციქულების იფიქრებენ, რომ მსხვერპლი შესწირეს ღმერთს. აი ერთი მათგანი, ვინც ასე ფიქრობდა, როცა დევნიდა ქრისტეს ეკლესიას, ქრისტიანებს იყო პავლე მოციქული და მერმეც კი როცა ის მოიქცა, მაშინ მერმეც კი მას ერიდებოდნენ, ისეთი შიში ჰქონდა დათესილი მათში. და მხოლოდ ერთ-ერთ ადგილობრივ კრებაზე პეტრემ და იოანემ მახარებლებმა, როგორც დიდმა ავტორიტეტებმა ეკლესიაში დაამოწმეს, რომ სავლე პავლე ჭეშმარიტად მოიქცა ქრისტიანობაზე და არა უბრალოდ მოიქცა, არამედ მას საგანგებოდ ამზადებდა უფალი არაბეთის უდაბნოებში. როდესაც დამასკოსკენ ერთხელაც მიმავალს მხედრობასთან ერთად, რათა დაერბია ჩვეულებისაებრი ქაური ქრისტიანები, გამოეცხადა ქრისტე მაცხოვარი და დაეკითხა, ნახეთ როგორი სევდანარები ხმა არის უფლის ამ ნათქვამში, ესე იგი, საულ რაისათვის მდევნი მე, ღმერთო, რომელსაც სადაქვეყანა, ესე იგი, შექმნა და ესე იგი ვერ მიხედვენ თვით ანგელოსნი და მთავარ ანგელოსნის და კი უფალს დახევ როგორი თამდაბლობით და დადრეკით თითქოს ეკითხება საულეს, რაისათვის მდევნი მე, ვინ ახარ შენ უფალო? დაეკითხა საული, მე ვარ იესო, რომელსაც შენს დევნი. ამის შემდეგ პავლემ დაკარგა ხორციელი თვალის შინი, ჩამოვარდა ცხენიდან და წამოაყენეს ხელით. და უფალმა გლოსოლარით ამ საფრთხო ღვთისა და გამოცხადებით მიასწავა დამასკოს საათის დასარბევად მიდიოდა ერთ-ერთი ქუჩა და პრესვიტერი, ანუ მღვდელი ანანია, რომელიც მას ჭეშმარიტებაში, ესე იგი, მოაქცევდა. მართლაც მითითებულ ქუჩაზე დიდი სვალებით იპოვეს რა, მიიყვანეს სავლე და განმარტოვდა ანანია პრესვიტერთან ერთად. 3 დღე და ღამე ასავლიდა. ესე პავლე მოციქული იყო გაოგნებული, არც უჭამლია, არც უსვამს, ძილი არ მიკარებია, ისეთი დიდი განცდა მიიღო უფლის ამ გამოცხადები, როგორც ითქვიან ხოლმე, საგონებელში ჩააგდო ამ გამოცხადებით უფალმა. და აი, როცა ანანია პრესვიტერს თან მიიყვანეს და გაესაუბრა და უქადაგა ღვთის სიტყვა და ძველი აღთქმის წერილები გადმოუთარგმნა და მიახვედრა, რომ ის ვინც შენ იხილე, იესო გალილეველი, რომელსაც შენს დევნი არის სწორედ აღთქმული მესია ისრაელიანებისთვის, პავლე მთელი სულით, გულით და მთელის არსებით ირწმუნა და ნათელს იღო და აეხილა თვალი. ნიშნად იმისა, რომ სათნო იყო ღმერთისთვის მისი მოქცევა, აეხილა თვალი და აეხილა უწინ მას სულიერი თვალი და მერმეღა ხორციელი ნათლისღების შანსი. და იმ დღიდან იწყო ღვთის სიტყვის ქადაგება. ცნობილია, რომ პავლე მოციქული ყველაზე უფრო მძიმე ავადმყოფი იყო მოციქულებთან შედარებით, მაგრამ ხო ის საკვირველებაო. ყველაზე დიდი ნაწილი იმ დროინდელი მსოფლიოს სწორედ პავლე მოციქულმა მოაქცია და თავადვე განმარტავს ეს როგორ მოხდა. არა მე, ყველაზე მეტად მე დავისარჯე მოციქულებიდან ამბობს პავლე, მაგრამ არამედ სული ღვთისა, რომელი იყო ჩემთანა. ესე იგი, ღვთის სულით მოაქცია, არ ადამიანური ძალებით, ძალისხმევით, შემართებით, ხნეობით, გარეთ გაიყვანეთ. თუ სხვა, არამედ ღვთის სულითა და მადლით მოუმოწაფე ქრისტეს მსოფლიოს დიდი ნაწილი. ეხლა ესე საგულისხმოა, ჩვენ თქვით, რომ სვიმონს სახელი უწოდა თავად ქრისტემ და რას ნიშნავს უკვე განგიმართეთ ძალისაებ. მაგრამ რად უწოდეს მას მეორე მოციქულს პაულოს ორიგინალში ლათინურად. პაულოს ნიშნავს უკნინეს, უდარეს, უკანასკნელს. როდესაც უნდა მოენათლა ანანიას, ისეთი დიდი სინანული ჰქონდა პავლეს, რომ სდევნიდა ქრისტეს და მის ეკლესიას და ეგ დღესაც მოვისმინეთ მისი ეპისტოლედან, არც ღირსი მოციქულად ვიწოდებოდ, თავი იყო მოციქულების, ამდენი მოუმოწაფა და თავს ღირსად ართვლი და რიგითი მოციქული თუნდაც ყოფილიყო. ესეც მისი თავმდაბლობა. მაშინ ისეთი სინანული ჰქონდა, რომ ანანიას თავი მოუდრიკა და სხვა, რომ მისთვის სახელად ეწოდებინათ პაულოს, რაც ნიშნავს უკანასკნელს. დაიმდაბლა თავი. თქვენ ახლა მოიგონეთ მისი ეპისტოლეები, როდესაც იწყებს ეპისტოლეს. მე მონა ღვთისა, არასდროს არ ამბობს მოციქული, მე მონა ღვთისა, თავი უკანასკნელად მიაშლა.
ასე შევიდა იგი ეკლესიის ისტორიაში, როგორც უთავდაბლესი მოციქული და უთავდადებულესი ყველა სხვა მოციქულთან შედარებით. როგორც დიდი ოქროპირი ხშირად მithქვამს და მიყვარს ამის გამოთქმა, ისეთი როგორც პავლე იყო, არ ყოფილა ცისფერში და აღარ იქნება ვიდრე ქრისტეს დიდებით დაბრუნებამდე. საერთოდ აღარ იქნებაო. მოციქული, რომელიც სიცოცხლეში იყო ატაცებული 60-ში, ოღონდ არ ვიციო, თავდავიწყებისგან ამბობს, ეს სხეულში მოხდა, თუ მხოლოდ სულით ვიყავი ატაცებული ზეცაში. ისეთი ნეტარება და თავდავიწყება მიიღო, როგორც პეტრეს და ზებედესებს დაემართა თაბორის ასე ფერიცვალების ჟამს. როდესაც პეტრეზე ნათქვამია იოანე მახარებელთან არ იცოდა რას ამბობდა, უფალო რა კარგი არ ჩვენი ყოფნა შენთან, ვქნათ სამ ტალავარი ქოხს კარავს ნიშნავს, ერთი შენთვის, ერთი მოსესთვის, ერთი ელიესეს, მას თვალით არასდროს არ ენახა, მაშინ ხატები არ გამოიხატებოდა ისრაელში, როგორც ესეთი, გარდა იმისა, რომ ქერაბინების გამოხატვა უბრძანა წმინდა ტვიათაში და ქერაბინების აღმართვა კიდობლის მარჯვნივ და მარცხნივ. ანუ მოსე და ილია არავის არასდროს არ გამოეხატა, საუკუნეები გავიდა, ხოლო პეტრე კი ამბობს, რომ მაცხოვრის გვერდით დგანა მოსე და ელია. როგორ შეიცნო? იმ ნათლით, რომელიც მასზე გადმოვიდა, ფერიცვალების ხელთუქმნელი ნათელი, რომელსაც სწავლება გააღრმავა და ეს არის ათონელ მამათა ისიხასტურის სწავლება გრიგოლ პალამამ და დღევანდელ სულიერ ტრაპეზზე სწორედ გრიგოლ პალამას სიტყვა მინდა შემოგთავაზოთ მოციქულებზე პეტრესა და პავლეზე ამ მცირე შესავლით. მას ასე აი რა დაერქვა პავლემ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის იყო პავლისი უკანასკნელი და უკნინესი, მისი სიტყვა კი არა და ლოცვა და ხელდასხმა ოფლი რა არის, ხშირად მithქვავს საყვარელო და სამოსელი, ცრემლი, ნერწყვი, ესეც კი კურნავდა ძიმედ შეპყრობილ ავადმყოფებს. აი ვინ არის პავლე? პავლე მოციქულმა გატანჯულმა ამ ძიმი ავადმყოფობით ისეთი შეტევები ჰქონდა, რომ ზოგჯერ მიწაზე დასცემდა. როგორია? ამხელა ავტორიტეტია. ესე იგი ოფლითაც კი კურნავს და ამ დროს თვითონ უმძიმესი ავადმყოფია. ესე იგი მიწაზე დასცემდა ხოლმე პავლეს და ერთხელაც პავლემ სთხოვა უფალო სატანის ეს ანგელოზი, რომელიც ავადმყოფობას იწვევდა, გაიყვანე ჩემგანო. მესამე ლოცვის ჟამს გლოსოლალით უფლისმა მოეცმა ზეციდან. გეყოს ის მადლი, რომელიც ჩემგან შენში მოქმედებს. და მე მტვერი და მიწა ამბობს ამის შემდეგ პავლე გულისხმა ხომ ყოველივეს მოქმედი პავლეში იყოს სულიწმინდა ღმერთი. და რისთვის მიუჩინა სატანის ეს ანგელოზი? თავი რომ არა ემაღლებია, თუნდაც უნებლიეთ და თვითკმაყოფილებაში, ზვაობრობაში და ხიბლში არ ჩავარდნილიყო, რადგან მისი აჩრდილიც კი კურნავდა და უფლი როგორც არა ერთხ სიცოცხლე უკვე. მოდით ამჯერად გაგაცნობთ წმინდა გრიგოლ პალამას სიტყვას, რომელიც როგორც ვახსენეთ, თავდადებული ქადაგებელი იყო ღვთაებრივი ნათლისა, ხელთუქმნელი ნათლისა, ისე რომ ქადაგების დროსაც ხშირად ხედავდნენ მისი სულიერი შვილები წირვალოცვა ქადაგების ჟამს, ეს ხელთუქმნელი ნათელი, რომელსაც სწავლებასაც გრიგოლ პალამა იცავდა ვარლაამისა და სხვა ვარლაამიტი მწვალებლებისაგან, თავად მის სახეზე, პირის სახეზე ხედავდნენ ამ ღვთაებრივ ნათელს. გრიგოლ პალამა არის გვიანდელ შუა საუკუნეების ერთ-ერთი უდიდესი წმინდა მამა, მღვდელმთავარი, ღვთისმეტყველი და ასკეტი. აი სიტყვა მისი. თითოეული წმინდანის ხსენება ამბობს წმინდა გრიგოლი. ეს საბაბი და მიზეზია დიდი სიხარულისა და სარგებლობისათვის. და მაგალითი მოაქვს შედარება, რომ უფრო თვალსაჩინო გახდეს, რას ამბობს. როდეს მაშინ ელექტრობა არ იყო, განათება სხვანაირი, როგორც დღეს არის. როდესაც ღამით დიდ სანთელს ვანთებთ, მისი სინათლე სიხარულს გვანიჭებს და ყველას შეეწევა, ვისაც ანათებს. გააკეთოს აუცილებელი და სიბნელეში არ იყოს. აუცილებელი საქმე ესე იგი სიბნელეში არ იყოს. ამის მსგავსად ღვთისმსათნო ცხოვრებას, ღვთისმსათნო ნიშნავს ღმერთისთვის მოსაწონს. ღვთისმსათნო ცხოვრებას ნეტარი აღსასრული და ღვთისგან მიღებული მადლი დედამიწაზე წმინდად რომ განვლო ცხოვრება ნებისმიერი წმინდანისა ჩირაღდანივით გიზგისებს. სულიერ სიხარულსა და სარგებლობას გადასცემს რა ყველას, ვინც სარწმუნოებით მოუხდება. როდესაც მიწა უხნაყოფს იძლევა, მაშინ არა მარტო მიწათ მოქმედი ხარობენ, არამედ ყველა ადამიანი, რამდენადაც მიწიერი ნაყოფი ყველა საზრდოობისა და ტკბობისთვის მოიწევა. წმინდანები მაშინაც კი, როდესაც დედამიწაზე ცხოვრობენ, სათნოებათა აღსრულებისთვის განგვაწყობენ და როცა მათ ხედავ და გვესმის მათი, ძალას გვაძლევენ.
აქ ისინი სათნოებათა ცოცხალი სახეები არიან. ასეთები იყვნენ თუნდაც დღეს ხსენებული წმინდა მამა პაისი ათონელი, სიცოცხლეში მას წმინდანად მიიჩნევდნენ, მისაბაძი მაგალითი იყო. საგანგებოდ მოვიდოდნენ მასთან რჩევა დარიგებას, სწავლებას, იღებდნენ ზოგიერთ შემთხვევაში წინასწარმეტყველებას, როგორც საკუთარ თავზე და მომავალზე, ასევე ქვეყნიერების მომავალზე. ერთ-ერთი ცნობილი წინასწარმეტყველება პაისი ათონელისა, როდესაც თურქები ხმელთაშუა ზღვით შემოადგენენ საბერძნეთს ხომალდებით, დიდი შეიარაღებით და უზარმაზარი სამხედრო ნაწილებით, პაისი ათონელი თავის ერიშვილებს, ბერძნებს უბრძანებს, ერთი ტყვიაც კი არ გაისროლთ, ამობს ბერძნები მოიგებენ. ყველას უყვირდა, როგორ, რანაირად, რატო? თან ახლა შეგახსენებ ჩვენ სინამდვილეში ნატო, ესე იგი ნატოს ბაზებია თურქეთზე, ანუ თანამდგომები არიან ერთმანეთის და რა დიდი ძალა შეიძლება მართლმადიდებლურ საბერძნეთზე წამოვიდეს. არა. ნუ რა ვინ გაისვრის თუნდაც ერთ ტყვიას. რატო? რუსები, ანუ რუსები ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანით შემოვლენ და ატლანტიდის ხმელთაშუა ზღვაში და ისინი მოუღებენ ბოლოს თურქებს. ეს წინასწარმეტყველება ჯერ კიდე ეზეკიელ წინასწარმეტყველთან იყო ათეული საუკუნეები წინათ გამოთქმული. ასევე პირველი ქრისტიანი მეფის კონსტანტინე დიდის საფლავის ქვაზე წერია დღემდე, რომელიც თურქებს მუზეუმში შენახული და ესე ვიტყოდი ირონიით, კარგად შეინახონ და ხშირად წაიკითხონ რა წერია ზე წერია, რომ ჩრდილოეთიდან მოსული რუსები თურქთა ძლევამოსილებას შემოსრავენ. მესამე თურქებს იავარყოფენ, მესამედი სულის გადასარჩენად გაიქცევა თავის ისტორიულ სამშობლოში, ცენტრალურ აზიაში და მესამედი გაქრისტიანდება. ვინ არის ეს მესამედი? მართალია დღეს ისინი ცნობიერებით არიან თურქები, მაგრამ გენეტიკურად ისინი არიან იბერიულ კავკასიური მოდგმა. ვინ არიან ესენი? ლაზები პირველ ყოვლისა, მეგრელები იგივე. 8-დან 12 მილიონამდე თურქები აჩუმათებენ, იმიტომ რომ საერთაშორისო კანონებით ცოტა კულტურული ავტონომია მაინც უნდა მიანიჭონ ლაზებს, მეგრელებს და ამას ყველას რაღაცას ართმევენ და ვინს რას მისცემენ თურქები, გულახდილად რომ ვთქვათ. მერმე ტაოკლარჯელები, ქართველები იგივე 3-4 მილიონი არიან, შავშები. ასევე მუხაჯირობის დროს გადასული აფხაზები, არა აფსუები დღეს რომ დაპყრობილიათ აფხაზეთი, არამედ აფხაზები ქართული წარმომავლობის არ მეგრელებთან ახლო არიან გენეტიკურად. ესენი და ჩერქეზები, რომელიც ასევე იბერიული კავკასიური მოდგმისანი არიან. ხშირად წერდნენ უცხოელი მისიონერები და მოგზაურები, რომ ულამაზესი ხალხია, შეიძლება საერთოდ დედამიწაზე ქართველები და ჩერქეზები. დღეს ეს ნაკლებად ითქმის ქართველებზე, აღრეული ვარ, ძაღლი და ღორი ყველა ჩვენზე მოდიოდა და თავიანთი მახინჯი მოდგმის გასაკეთილსოფლად ერეკებოდნენ 10,000-ობით თუ თურქები თუ სპარსელები. აი მე ამ დღეებში წავიკითხე, ერთ-ერთი ქართველი პროფესორი, მეცნიერი ცხოვრობს უკვე დიდი ხანია, დაახლოებით 20 წელზე მეტია და სწავლობს იქ ქართულ მოდგმას და მარტო ესენი კი არა ჩვენ რო ვიცნობთ სპარსეთში. სხვა ტომისანის ქართველები ულამაზესი მოდგმისანი არიან და გული გიკვდება რომ ქართული არიციან. და თურქები, რომლებიც გაკეთილშობილდნენ ქართველებისგან. როგორც წესი, ყოველ მეორე თურქს თითქმის ქართველი ყავდა ცოლი და მათ ბევრი ცოლები ყავდათ, მოგეხსენებათ. მათი უსჯულოება, ანუ წარმართული რელიგია ამის უფლებას აძლევდა და დღესაც აძლევს. ყველაფერზე სიტყვას ვერ გავაგრძელებ. მესამედი, რომელიც არ არიან თურქები გენეტიკურად, არიან იბერიული კავკასიური მოდგმისანი და ბოლოს მათი ფიზიკური გადარჩენის ერთადერთი საშუალება იქნება უარყოფენ ძალით თავს მოხვეულ მუსლიმობას და დაუბრუნდებიან მამა-პაპათა სარწმუნოებას, მართლმადიდებლობას. ამ დროს იქნება მალე მოყვება ამ მომს სლავთა კავშირისა და ბერძნების წინააღმდეგ ჩინელების შერკინება, რომელიც 200 მილიონი ჩამოვლენ წმინდა მიწაზე და იერუსალიმს მოადგებიან. ამას რომ სლავები, პირველ ყოვლისა რუსები შეიტყობენ, ბერძნებთან ერთად დაიძვრებიან ბელორუსებთან და უკრაინელებს, რომელიც გაერთიანდებიან, უკრაინის ომი რომ დამთავრდება და ესე იგი დაიძვრებიან ჩინელებისკენ. მართლმადიდებელთა კავშირი იქნება 100,000-დან 150,000 და მარტო ჩინელები და მათთან დადგება გადარჩენილი მსოფლიოს დანარჩენი ნაწილი, ეს წარმართები, დასავლეთი და ესე შემდეგ. და იქნება მათ შორის ომი, რომელსაც აპოკალიფსურად ეწოდება არმაგედონის ომი.
ადამიანურად აბსურდია, უაზრობა, როგორ შეიძლება 10-თუნდაც 150,000-მა დაამარცხოს სულ ცოტა 200 მილიონი და მეტი იქნება, რომ სხვები შეუერთდებიან. მაგრამ როგორ ჩვენ წილ წმინდა გიორგი იბრძოდა დიდგორში და ძლევამოსილი გამარჯვება მოგვიტანა. ასევე მართლმადიდებელთა წილ თავად უფალი ღმერთი იბრძოლებს, როგორც აპოკალიფსში წერია, ასევე წმინდა იპოლიტე რომაელთან, ეფრემ ასურთან და სხვამავებთან ანგელოზებს უბრძანებს. უფალი ძალთა, ძალნი ანგელოზებს ნიშნავს, ანუ ძალთა ანგელოზთან უფალი უბრძანებს, მას ციდან ცეცხლს გადმოიტანეს, სულ ერთიანად დასვავენ ამ ადამიანური გაგებით ვეებარბიან. ერთ წამში ნაცრად აქცევენ, რომლის სათავეშიც იქნება ანტიქრისტე და მისი სრულწინასწარი ანტიქრისტე, რომელიც სრულსი ებრაელი იქნება წარმოშობით. როგორც სერაფიმ საროველი ამბობდა, როგორც ისრაელმა შვა ჭეშმარიტი მესია, ქრისტე მაცხოვარი, ასე რუსეთი შობს სრულ მესიას, ანუ ანტიქრისტეს. ამაზე ბევრი ვილაპარაკია, უფრო დაწვრილებითაც ამჯერად აღარას ვიტყვირა. საუბრის საგანი სულ სხვა რამ არის. ყოველ შემთხვევაში, აი ეს დრამატული მოვლენები გველოდება და განვითარდება. მანამდე უნდა ყოფილიყო და იყოს ისრაელ-ირანის ომი. რაც დაიწყო უკვე არის ხანმოკლე პაუზა, რომელიც შემდეგ განახლდება და ასე შემდეგ. მიმდინარეობს არაუბრალოდ გადანაწილება დედამის, არამედ მიმდინარეობს ახალი მსოფლიო სახლის შენება, ახალი მსოფლიო წესრიგით, რომლის სათავეში სწორედ ეს ავად სახსენებელი ანტიქრისტე უნდა მოიყო, იერუსალიმში გაამეფო და მერმე დადგება ის ჭირის დღეები, რომელზეც უფალი გულის ტკივილით გვიწინას სარმეტყველებს და ამბობს, ჭირის დღეები, რომელსაც ანტიქრისტე მოუტანს კაცობრიობას, არ ყოფილა ამასობაში რამდენი ომი იყო, რამდენი ტკივილი იყო, რამდენი სისხლი, ოფლი, ცრემლი იღვრებოდა და ეს არაფერია იმასთან, რაც გველოდება თურმე. და თავად უფალმაც კი ჭირის დღეები უწოდა, რომელიც არ ყოფილა არასდროს დედამიწაზე, მსგავსი ამისი და აღარასდროს არ იქნება, იმიტომ რომ დამთავრდება ქვეყნიერება. ამ უკანასკნელი ომის შემდეგ არმაგედონისა კიდევ 45 დღე და ღამე იარსებებს არაუბრალოდ დედამიწა, მზის გალაქტიკა, ქვეყნიერება სულ ერთიანად. გამოჩნდება დიდი სასწაული ნიშანი ძისაკაცისა, სულ ერთიანად ცალზე გადაჭიმული. იმ დროს ცოცხლად გადარჩენილი ადამიანები ყველანი ეხილავენ ამას. ეს იქნება უფლის უკანასკნელი მოწოდება, მადლიანი, შეინანეთ და თქვენთვის დაკლო ჯვარცმულ უფალთან დაბრუნდით. ამით ძლევთ ამ სოფლის თავს, ეშმაკს ამით გაიმარჯვებს. როდესაც ამოიწურება 55 დღე, ამის შემდგომ მოვალს უფალი დიდებით გაანშა ცხოველთა და მკვდართა. არარაობად აქცევს ცათა და ქვეყანასა და ახალ ცასა და ქვეყანას შექმნის წმინდა და მართალი ადამიანებისთვის, ხოლო უნანელი ცოდვილები მათ მამასთან, ვისაც უსმინეს, ვისაც მისდევდნენ, სატანასთან ერთად წარიგზავნებიან გენიაში, ჯოჯოხეთის ცეცხლში, სადაც როდესაც ცეცხლი დასვავს ანგელოზთაგან მოვლენილი არმაგედონის ომში ჩინელთა არმიასთან, სხვათა თავად ანტიქრისტეს და სრულწინასწარმეტყველს ღმერთი კი არ დასვავს ამ ცეცხლით, ცოცხლად ჩააგდებს ჯოჯოხეთში სატანასთან ერთად და იქნება ქვეყნიერების დასრულება, დადგება მაშინ ის, რასაც დღეს გულამოსყვით ვევედრებოდით თუნდაც საუფლო ლოცვაში მამაოს სეციურს მოვედინ სუფევა შენი იყავნება შენ და მაშინ მოვა და დადგება სუფევა საუკუნო თუკუნისამდე მამისა, მხოლოდ შობილი ძისა და სულიწმინდა ღმერთისა. ამენ. მიუბრუნდეთ კვლავ წმინდა გრიგოლ პალამას. წმინდანები მაშინაც, როდესაც დედამიწაზე ცხოვრობენ, მაშინ სათნოებათა აღსრულებისთვის განგვაწყობენ. სოციალური მაგალითები არის, აი როგორც ანტონისთან სამი ბერი დადიოდა, ორი სულ კითხვებს უსვამდა და ერთი ჩუმად იყო და ბოლოს იმ ერთს კითხა მდუმარეს. როგორ კითხვები არა გაქვს ამხელა გზას აკეთებ. შორეული უდაბნო მოდიხარ, ჩემთვის საკმარისია თქვენ რომ ხედავთო. ყველა კითხვაზე ვიღებ პასუხს. გასაოცარი პასუხია. აი წმინდანები იყვნენ, როგორ გითხრათ, ცოცხალი ხატები ღმერთისა, მათი რჩეულები. ასეთი იყო, როგორც შევწყვიტეთ სიტყვა გადაუხვიეთ უпроსტორად დღეს ხსენებული წმინდა პაისი ათონელი, პიროყოლისა ბერძენთათვის. ასეთი იყო ჩვენი წმინდა მამა აღსარებელი და სალოსი გაბრიელი, რომელსაც უმძიმესი ჯვარი ატარა. წმინდა მამები გვასწავლია, რომ სალოსობა ბევრად უფრო მძიმე ღვაწლია, ვიდრე მესვეტეობა. წარმოვიდგინე, სვეტს იადის და 10 წლებით გავს და იქ არ ჩამოდის.
მძიმეა, უმძიმესია ჩვენი გაგებით, ადამიანური გაგებით, შიგნით და ღვთისმადლით იყვნენ სავსე და მამა გაბრიელი ამაზე უფრო და რა დროს მოუწია თან სალოსობა, არა ქრისტიანობის დროს, როგორც აი ქრისტიანობის ეპოქაში ვკითხულობ სხვადასხვა ანდრიას და სხვებს, არა, ათეიზმის ბობოქრობის დროს. ცემა, შეურაცხყოფა, ციხე, ფსიქიატრიულები, ყველაფერი მოატარეს. და მეტყოდა ხოლმე სტუდენტი მიყავე მაშინ, როცა მიყვებოდა, ვეკითხებოდი მისი ცხოვრებიდან. ამ ბრიყვებსო, არჩილას მეძახდა გულობაშიც მე. ამობს არ ამ ბრიყვებს არჩილა პენსიას დავცინცლეო ბოლოს. ესე იგი, იმდენი ცემა ტყეპა და ბოლოს პენსია მისცეს. ის ხო სალოსი იყო და სალოსურად ამბობდა ხოლმე ამას. ხშირად მინახავს მამა გაბრიელი, როცა სემინარის სტუდენტი ვიყავი, ძალიან მკაცრი ზამთარიცის ხეობაა და იმიტომ ცხეთაში წყალს გარეთ დადო გაყინულია მაშინვე და ძიმე ზამთარი იყო განსაკუთრებით იმ წელს და საკათმეში ეძინა დღეს კელიას რო ამბობენ დიდი არანაირი კელი არ იყო საკათმე იყო დამიძახა და ერთად გამოვხიკეთ მაპატიეს კინტლი და ერთად მოვაწყვეთ პატარა ხის ტახტი ითხოვა რომელზე თურმე დედები მიცვალებულებს ასვენებინებდნენ და იმაზე ეძინა და ეგეც არაფერია ყუბო ქონდა მიხდებული დროდადრო ყუბოში წვებოდა და ეს ძველი მამების მიბაძვით იყო სიკვდილის ხსენება რომ ქონოდათ აი ამიტომ ხშირად ყუბოს დებდნენ სენაკში ან წვებოდნენ ყუბოში და ესე იგი ხშირად დავდიოდა აი როგორ გითხრათ რაღაც ძალიან სანუყვარი რო გინდა და იცი რომ იქარის და ხშირად მირბიხარ და მიდიხარ რომ ის სანუყვარი მიიღო ასე მივდიოდი ხოლმე ვიცუნცულებდი მინდა ვთქვა სტუდენტი ვიყავი მამა გაბრიელთან იწერ შვილო თუ რა შვები გამორთე ტელეფონი ასე მოსაწყენია ჩვენი საუბარი ფიციმწამს ბოლო მაგვირებს მივცუნცულდებოდი ხოლმე და ხშირად ხდებოდა რომ დაკეტილია საღამოთი ბრუნდებოდი, დაკეტილია. ხშირად 2 კვირა, 10 დღე, არ აღებდა. იყო ზამთარი ყინავდა. დედაო პარასკევარა, სხვა დედაო იყო. მოვიდოდა ხოლმე, მოიტანდა დღეში ერთხელ კურთხევა ჰქონდა, იღუმენის რომ მიეტანა საჭმელი იმისთვის. წყალს და საჭმელს მოიტანდა, კართან დაუდგა, იდგა და დამწუხრებული დაბრუნდებოდა მერე უკან. მეორე დღეს მიქონდა ახალი მოქონდა გაყინული საჭმელი და ესე შემდეგ და რო გამოვიდოდა ერთად გამოვიდა და შევედი და მეკითხე მამა გაბრიელი მეთქი როგორ ძლებ მეთქი რომ ეს შემთხვევით მაშინ იყო ასეთი რამე მე მარტო პატრიკულ მოთხრობებში მქონდა წაკითხული სემინარიაში პრორექტორმა ჩამაბარა სასულიერო სემინარის ბიბლიოთეკა მაშინ წიგნები სასულიერო არ იშვებოდა და ესე იგი 24 საათი ლამის ვიჟექი და ვკითხულობდი სულ მოუთქმელად მქონდა ეს სიხარული და როგორ ძლებ მეთქი ასეთი რამე, რასაც შენაკეთებ, მე მარტო წმინდა მამებთან წამიკითხია მეთქი. რა გაძლებინებს? არც შუქი გარც, არც გათბობა, პლიტას რო ეძახით, არც ის არ ქონდა. და არც ჭამდა, არც სვამ. და ალბათ არც გძინა. სული წმიდაში ყოველივე უხვად არის. ვეკითხებოდი მე, როგორ წინასწარ მეტყველებ? ესე მეგობარი მყავსო ერთი და ვინ მეთქი მე მეგონა ადამიანზე სული წმინდა კიდე ეხლა რამე მკითხე ჩემ მეგობარს დავეკითხებ და გეტყვი და მაგ დროს მოხდა ის რაც მოხდა როდესაც უკვდავებაზე ვლაპარაკობდი და მე ვთქვი ამაყათ რომ მე არასდროს მოხდე ბავშვობიდან ამაკ არ ვიცი ეს წმენა შეიძლება იმას ნიშნავს რომ მეორედ მოსვლა შევესწრები და როგორც პავლიანოს გარდავისახები კი არ მოხდები ავსდები ასეთი რწმენა ჩემ და მაშინ არც ვიყავი ეკლესიურ პატარა ბავშვი ვიყავ და ეს რო უთხრა ბავშვობიდან ასეთი რწმენა მაქვს შემრისხა ხოიში ამ პარტავანო დაიჩოქე არ დავიჩოქებ მეთქი გაუძალიანდი სამჯერ მითხრა დაიჩოქე არ ვიჩოქებ მესამედ როცა მითხრა მართლაც თითქოს მუხლი მომკვეთეს დავეცი კი არ დავიჩოქე მუხლებზე დავეცი ხო ზოგჯერ ხუბრობა მე მგონი იმის მერე ტკივა მეთქი მუხლები და ეხლა რო დაინახა რომ დავეცი გაიღიმა თბილი იყო რამდენადაც ბრისხანე იყო საზარელი იმდენად მომნუსხავი იყო თავისი სითბოთი გაიღიმა თბილად მომითათუნა ხელი თავზე მითხრა აბა არჩილა ეხლა კაი ბიჭი ხარ წამოდექიო სულო მინდა წამოვდგე ვერ დგები ხან სკამს ჩავეჭიდე ხან ტახს რომელიც მამა გაბრიელის იყო იქ იდგა ხან იატაკზე დავდე და ვერ დგები და ბოლოს ამოვიტირე ვერ დგები მეთქი მუხლები მომეკვეთა ადი გეყოფაო საკმარისიაო წამოვდექი ჩეულებრივად
რა არ იყო ეს ძალა და წინასწარმეტყველება? აი ესენი იქ პაისი და აქ მამა გაბრიელი იყვნენ ცოცხალი მაგალითი წმინდანებისა. ცოცხალი წმინდანები. ეხლა ზოგიერთებს აბრალებენ, ზოგ სალოსობას, ზოგ ცოცხალ წმინდანობას არ დაიჯეროთ. მაცდურები არიან ისინი, ამ სოფლად გამოსულები. მე იმ დღესაც უთხარი ერთს წირო დამიდგა აქ მოწმესავით. ბუზი ბევრი ბზუის ფუტკართან ყველა ტყუის. არათუ თუნდაც პაისის, გაბრიელის, პალამას, ოქროპირის და სხვათა სიწმინდე, არამედ ნახეთ ანგელოზებზე და მთავარ ანგელოზებზე რას ამბობს უფალი ღმერთი ესაია წინასწარმეტყველის პირით. ანგელოზების სიწმინდეს კი ის ჩვარია, რომელსაც დედაკაცი ბუნებითი წესის დროს ხმარობს, არაწმინდების დროს. გესმით თქვენ? აი ეს მათი სიწმინდე გაუტოლა ამ სისაძაგლეს. ამიტომ ნუ მაღლოინ კაცო, თავს თუ იმაღლებ. ნურც ჩეული მოკვდავი და ნუ წმინდანი. ყველანი ვართ სრუ და ამაონი ღვთის წინაშე და თვითოული ჩვენთაგანი იმდენად განიწმინდება, რამდენადაც ღმერთს უახლოვდება და უახლოვდება ერთადერთი გზა მისასვლელი უფალთან, ეს არის მისი რწმენა და მისი ნეტარი მცნებების აღსრულება. ანუ სათნოებანი, რომლის გარეშე ჯერ არავინ არ გამხდარა მოსაწონი ღვთისთვის და არც მომავალში არ გახდება. და წმინდანები იმად მოგვანიჭებულო, რომ ჩვენ უძლურნი და ესე იგი სუსტნი წამოგვაყენოს ფეხზე, განგვატვისოს, გაგვაძლიეროს, საბოლოოდ გვაცხოვნოს. აი დღეს ხსენებული პავლე მოციქული როგორ ამბობს ერთ-ერთ ეპისტოლეში, რომელსაც უდიდესი სიყვარული მოიპოვა სიცოცხლეშივე, ანუ საფრთხო ტრფიალება ქრისტე ბაცხოვრისა. რაი განმაყენოს მე უფლის სიყვარულს, აი წიგნის კითხველმა ამოგვიკითხა ამ ეპისტოლეს ეს ფრაგმენტი. ასეთია, არაფერი არ არსებობს, არც ზეცაში, არც მიწაზე, არც ანგელოზი, არც სტიქიები, არც განსასწრელი, არავინ და არაფერი, რომელსაც შეიძლება განეყენებინა პავლე და საზოგადოდ წმინდანები უფლის სიყვარულისაგან, არც მოწამეობას შეეძლო. და პეტრეს და პავლეც ამას ნაკლებად ამბობენ ხოლმე, ორივე მოწამეობით აღესრულა. ამას გარდა პეტრე მოციქულს უწინასწარმეტყველა როგორი სიკვდილით უნდა ედიდებინა მას უფალი. მაგრამ ერთხელაც როცა ნერონის დროს დევნა დაიწყო, მისი ბრძანები და ამ დროს რომში იყვნენ პეტრეს და პავლეც, ასე პეტრე მოციქული ჩუმად გააპარეს ერთ-ერთი კარიდან ასამდე კარი ჰქონდა რომს. მისმა მოწაფეებმა, მაგრამ როცა გავიდა კარიდან, გამოეცხადა უფალი და როგორ გამოეცხადა? სტიგმებით, ნამშვალები ხელფეხით და ჯვრით. რა გითხარი პეტრე, როგორ უნდა ადიდო შენი უფალი? დაბრუნდი უკან. და პეტრემ შეინანა, ქედი მოუდრიკა, დაბრუნდა, შეიპყრეს და ჯვარს უნდა აცვა წამების შემდეგ. და ისეთი სინანული ჰქონდა დაუფლებული, რომ უთხრა, ჩემი უფალი ჯვარს აცვეს და მე უარმყოფელი ვარო, ქრისტესი და ღირსი არა ვარ, ასე გამაკრათ. გადამაბრუნეთ და თავდაღმათ, მართლაც გადააბრუნეს და თავდაღმა გააკრეს იგი ჯვარზე. ნიშნად სინანულისა. და ისეთი სინანული ჰქონდა პეტრე სამგზის უარყოფელს ქრისტესი, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ტირო დაამცოდავს, რომ უფალი უარყო, სიკვდილის შიშით უარყო. იუდა მაგალითად ვერცხლის მოყარეობის გამო უარყო, მას კი ხელი დაასხეს, შენს ქრისტეს მოწაფე ხარ და უარყო სიკვდილის შიშით. სიკვდილის იმ ყველაზე საზარელი ბრძოლები აქვს, ადავეს როგორც წმინდა ნიკოდიმოს თაცმიდელი გვასწავლის მაგალითად. სამგზის უარყო, მაგრამ მთელი თავისი ცხოვრება ჰქონდა სინანული. მამალი რო იყივლებდა ხოლმე, როგორც უწინასწარმეტყველო მამლის ყივილამდე სამგზის უარყო ატირდებოდა ცხარე და ისე ხშირად ტიროდა მამლის ყივილის გარეშეც. სინანული, რომ წითელი ღარები გაუშთა თვალებთან, უპეებთან. ნიშნად ამ სინანულისა. პეტრემაც და პავლემაც საბოლოოდ დაამოწმეს მოწამეობითად. მოციქული რატომ არ აცვეს ჯვარს, მაშინ ხომ ეს მიღებული იყო, იმიტომ რომ მისი მშობლები ტარსუელი იყო, ქალაქ ტარსუდან წარმოშობილი და თავად პავლეც იყო რომის საპატიო მოქალაქე. რომაული კანონებით საპატიო მოქალაქის უკანასკნელი სასჯელით ჯვარცმით დაშლა არ შეიძლებოდა. მხოლოდ ამის გამო არ გააკრეს ჯვარზე, მაგრამ თავი მოკვეთეს. სათქმელად ადვილია, აბა საკუთარ თავზე წარმოიდგინე. როგორი განსასწრელია. მაგრამ ჩვენგან განსხვავებით პეტრე და პავლე სიხარულით აბარებდნენ სულს. სიკვდილი მათთვის და ეს არის თავის თავში სიკვდილი, არის მხოლოდ მარადისობაში გასასვლელი კარი.
და არა უბრალოდ ზოგადად მარადისობაში, არამედ უფლის სასუფეველში შესასვლელი კარი იყო მათთვის. ამიტომაც მადლობდნენ სიკვდილისთვისაც ისინი უფალ ღმერთს. ჩვენ კი როგორ სავსახებთ ვერხის ფოთოლივი, აგერ ისრაელის ომი, უკრაინის ომი, ეს განსაცდელი სოციალური გაჭირვება, თქვენ რომ იცოდეთ წინასწარ ეკონომიკური სისტემა, რომელსაც აშენებენ მასონებს, საერთოდ ჩამოიშლება. დაიწყება სახელისუფლებო ანარქია, აღარ იარსებებს ხელისუფლება. უკიდურესი ძარცვა გლეჯვა, ძალადობა, ლუკმაპურზე ადამიანის მოკლა და გაწირვა. და როდესაც და მერე ბოლოს უკანასკნელი მსოფლიო ომი, რომლის შემდეგაც ამ ომის ნანგრევებზე სიონისტები ააგებენ ახალ მსოფლიო წესრიგს. დედაქალაქით იერუსალიმს მოიყვანენ აი საით მიდის ყველაფერი. ამიტომ სანამ დრო გვაქვს საშუალება ეკლესიებში შევიკრიბოთ, ღვთის სიტყვით გავძლიერდეთ, წმინდა ზიარებით და სხვა, მივეწებოთ უფალს. ეკლესია სიტყვა ამას ნიშნავს ქართულად, კომპოზიტია ორი ბერძნული სიტყვა ეკლეოს. მოვედით ჩემთან, უფლის ერთ ქადაგებასია ეს სახელი გამოთქმული. მოვედით ჩემ და მაშვრალი და ტვირთმძიმენი, დამაშვრალები, გადაღლილები ამ ცხოვრებისაგან და ტვირთმძიმენი მოდით ჩემთან და მე თქვენი ჯვარი უკვე ავიტანე გოლგოთაზე და გოლგოთას მოყვა ჩემი ბრწყინვალე აღდგომა და ამაღლება და თქვენი კაცობრივი ბუნება, რომელიც შეურევლად შევიერთე სული წმინდის მადლით ქალწულ მარიამისაგან, ადამიანისაგან, უწმინდესი ადამიანისაგან, მე ზეციური მამის დიდებაში შევიყვანე. ამიტომ გეუბნებით, შემომი უარყავ თავისთვის, აღიღე ჯვარი შენი, შემომიდექ მე ვარ გზა, ცხოვრება და ჭეშმარიტება, მე ვარ კარი სამოთხისა, სხვა არც ჭეშმარიტება, არც კარია სამოთხისა. ეს უნდა იცოდეთ. საერთოდ პირველ ქრისტიანებს ჯვრის ტვირთველები ეწოდებოდათ და ჩვენს რჩებით და უნდა ვიყოთ ჯვრის ტვირთველები. რასაც უფალი დაუშვებს შენს თავზე, თუ ქვეყნად, შენი საცხონებისათვის არის დაშვებული. ეგრეთ წოდებული ავიცა და კარგი. ეს ძალიან პირობითია. ბევრმა სიავეში სასუფეველი მოიპოვა და სიხარული და ბევრმა სიკეთეში, მიწიერ სიკეთეში ჯოჯოხეთი დაემკვიდრა. ისე რომ ეს სიტყვები ავი და კარგი ძალიან რელატიურია, შეფარდებითი არის. გააჩნია ვის მიმართ ათვლია ამ სიტყვებს. მე თუ მდევნეს, ამბობს უფალი, თქვენს გდევნიან. ხოლო დევნას და გოლგოთას მოსდევს აღდგომა, ამაღლება და მამის დიდებაში შესვლა. ჩვეულებრივ ადამიანებს არაფრის დამატება ძალუც იმაზე, რაც უკვე აქვს წმინდანებს. იმიტომ რომ ჩვენ ყველანი სულთნი და უძლურნი ვართ. თავად წმინდანება რამდენადაც ეს მათთვის იყო შესაძლებელი, უხვი ღვაწლი გასიეს. იმგვარად ეცხოვრათ, რათა ეს ყველა სიტყვაზე აღმატებული ყოფილიყო. ჩვენთვის სარგებლობა იმაში მდგომარეობს, რომ წმინდანებთან მიახლოებული ამაღლებასა და განათლებას ვიწყებთ. ამის მოქმედი შევძლებდით საკუთარი სისუსტე შეგვეცნო და მიგვეღო ძალა, რომელიც მათგან გამოდის. ეხლა ზოგიერთი ტრტვინმა შეუდგება, კი, მაგრამ უკაცრავად მამაო, სადღა არიან აბა წმინდანები, აღარც პაისია, აღარც ისინი ყოველთვის ჩვენთან არიან. აი თუნდაც წმინდა წიგნებში. ესე იგი, ბოლო დროს ამბობენ წმინდა მამები, ბოლო ჟამის მამები, წინასწარმეტყველები, ბოლო ჟამს აღარ იქნებიან ისეთი ღმერთშემოსილი და მამები. იმდენად არამედ თქვენი მამები და თქვენი მასწავლებლები იქნებიან წმინდა წიგნები, რომელიც მათ დაგიტოვეს წმინდა წერილთან ერთად. ამიტომ ჟამით უშამოთ უნდა ვკითხულობდეთ, როგორც ღვთის სიტყვას, ესე წმინდათა ცხოვრებას, მარტიროლოგიას, ანუ მათ მოწამეობას, მათ ღვთისშთაგონებულ თხზულებას, როგორც ამ შემთხვევაში ვიქცევით და გრიგოლ პალამას ვეცნობით. მის მიერ ვცდილობთ გავძლიერდეთ სარწმუნოებაში. თუ ვისმენს რამე გაქვთ ნიჭი მიღებული. სიტყვის ქადაგების, წინასწარმეტყველების ენებით ლაპარაკის, როდესაც ეკლესიაში მიყავ, ერთმანეთი გაამდიდრეთ ამ ნიჭებით. აღაშენებდეთ ერთმანეთს სახლად სულიერად. ეს ნიჭები მოგეცათ თითოეულს თქვენთვის საცხოვნებელად, მაგრამ ამავე დროს ყველასთვის, ვინც ქრისტეს სხეულში, ანუ ეკლესიაში არის მოსული. აი ეხლაც მოგეცა რა წმინდა გრიგოლ პალამას ღვთივდიდებული და ღვთისშთაგონებული თხზულება, ჩვენ მას ვეცნობით და ვცდილობთ სულიერად განძლიერდეთ. არა მარტო თქვენ, არამედ მეც რა თქმა უნდა, მეც ერთი თქვენთაგანი ვარ. მაგრამ სანამ გემოსხილვას მოგცემდით ამ წმინდა მამის თხზულებისა, ეს გემო მე უკვე განვიცადე სახლში 2 დღეში, როდესაც სულ მოუთქმელად თარგმნით. აი როგორ გითხრათ, შეიძლება ზოგიერთმა გაზველდებულად მიიჩნიოს ახიბლიანობა,
უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, როცა წმინდა მამათა ან ცხოვრებებს, ან სწავლებებს, ან დაუჯდომლებს თუ პარაკლისებს თარგმნი. იმიტომ რომ უფრო ღრმად შემოდის ჩემში, როცა თარგმნი, აი მაგალითად არის სიტყვა რა, უნდა თარგმნო. იმ სიტყვას აქვს რამდენიმე ნიუანსი. ეს ნიუანსი უნდა ამოიცნო კონტექსტიდან ნათქვამისა. რომ რაღაც შემთხვევითი აზრი კი არ გამოთქვა იქ, არამედ ის, რაც იგულისხმება სული წმინდა, რომელიც მოქმედებდა ამა თუ იმ წმინდა მამის მიერ, რომელმაც შეადგინა ცხოვრება, მოწამეობა თუ დაუჯდომელი და ამიტომ ფაქტიურად შენ გიწევს იმ გზის გავლა, რომელიც სული წმინდამ გაიარა ამ ავტორში. ანუ ამ გაგებით ხდები თანაავტორი. იმიტომ რომ ფაქტიურად თარგმნა ამბობენ წმინდა მამები, რაიმე წმინდა თხზულების, ეს არის თანაავტორობა. კომენტატორობა, განმარტებაა მისი. არის ესეთი თარგმნის მეთოდი, რომ აი ზერელეთ რომ თარგმნი. არის გამოწვლილვით და არის ღრმააზროვანი და ლიტერატურულად მაღალფარდოვანი თარგმანიც. კაცია და ბუნება, როგორც ითქვიან ხოლმე, ზოგი ასეთი ინდივიდუალობისაა, ცოდნა განათლების და სულიერების, ზოგი სხვაგვარის და თითოეული თავისებურად, ვისაც როგორც წმინდა წერილი აქვს, ვისაც რა აქვს თავის საგანძურში, ის განძი გამოაქვს გარეთ. თითოეული წმინდანის ხსენებას ჰიმნებითა და ქების მეტყველებით აღნიშნავთ. წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს დღესასწაულზე საერთო მამებისა და ყველა მათ ხელმძღვანელთა, ვინც ქრისტიანის სახელს ატარებს, უდიდეს სულიერ შეწევნასა და განათლებას ვიღებ. ეს წმინდა მოციქულთა თავნი, მოციქულნი დამრიგებელი და ხელმძღვანელები არიან პეტრე და პავლე ყველა დანარჩენ მოციქულთა, მოწამეთა, ღირსთა, მღვდელთა, მღვდელთავართა, მასწავლებელთა და ყველა ქრისტიანეთა. იგივე პავლეს როგორ ამბობს ერთ-ერთ თავის ეპისტოლეში, სამე ანუ მასასა და ღმერთმა თავის ეკლესიაში დააწესა და პირველ ყოვლისა ამბობს მოციქულნი, მერმე ამბობს მახარებელნი, წინასწარმეტყველნი, იერარქიულად ალაგებს. ესე იგი ყველაზე მაღალი ადგილი წმინდანთა იერარქიაში ცხადა წმინდანებში ეკუთვნით მოციქულებს და მოციქულთა შორისაც კი მოციქულთა თავს პეტრესა და პავლეს. აი ბოლოს ამ საუბრისა მე მინდა ერთ-ერთი პატერიკული მოთხრობა მოგიყვანოთ, რომელიც გასულ ოთხშაბათს ღვთისმშობლის ხატთან ბარძიმ შეუსმელთა, როცა დაუჯდომელი დავასრულეთ და ვქადაგებდით, მოვიყვანე 4 პატერიკული მოწმობა დასტური ჩვენი საუბრისა და ერთი მათგანი დღესაც მინდა გავიხსენო, იმიტომ რომ პეტრე მოციქულს უკავშირდება და რამდენადმე პავლესა და არის რა პეტრე პავლობა სრული მორალური უფლება აქვს, როგორც ითქვიან ხოლმე, რომ მოვიგონო ეს პატერიკული მოთხრობა კვლავ ერთხელ. სადაც პეტრე პავლეს უწოდებს ქვეყნიერების ეკლესიათა მებრძოლს. ესე იგი, სოფლიოს ყველა ეკლესია ღმერთმა ჩააბარა პეტრესა და პავლეს და პირველ ყოვლისა პავლე მოციქულს. ეს სამართლიანია, რადგან იმ დროინდელი სოფლიოს ყველაზე დიდი ნაწილი სარწმუნოებაში სწორედ პავლე მოციქულმა მოაქცია. ეს მოციქულები მშენებელი ღვთისმოსაობისა და სათნოებისა, ისინი ქვეყნიერებას განანათლებენ, ავრცელებენ რა ამ სიტყვას, ანუ ღვთის სიტყვას. ისინი ყველა ადამიანს სინათლის თანაზიარს ხდიან. ორივე ეს მოციქული შეიქმნა რა ქრისტეს თანაზიარნი, იმავ დროს გახდნენ დიდებისა და ბრწყინვალების თანაზიარნი, ანუ უპირველესი ღმერთთან. ერთდროს მოციქული პავლე წინააღმდგომი იყო და ქრისტეს წინააღმდეგ იბრძოდა. მოციქულმა პეტრემ სამგზის უარყო ქრისტე, ერთიც და მეორეც უაღრესად დამდაბლდნენ. იყვნენ რა განცდილნი, ანუ გამოცდილი ეშმაკისაგან და გატაცებული ბოროტისაგან. მასზე გაიმარჯვეს საბოლოოდ, ვისაც ღმერთის სულს და განუწყვეტლივ ცდილობს ბოროტებაში დასეს ყოველი ქრისტიანი. თუმცა როგორ შეძლეს ეშმაზე გამარჯვება პეტრემა და პავლემ? თვით გაკიცვით, ღრმა წუხილითა და სინანულით, წმინდა გულიდან გამომავალი ცრემლით, ეშმას წინააღმდეგ ან ძლიერი იარაღით და მობიერების წაშლით. განსაკუთრებულად აშინებს ქრისტიანში ეშმას და მის ანგელოზებს თავმდაბლობა, სინანული და ლოცვა. აი რა უნდა მოვიმარჯვოთ პირველ ყოვლისა სარწმუნოებასთან ერთად ქრისტიანებმა. უარგამებოდე შენიშნა რომ თიები სიცოცხლე ხარ იცის მე. თქვენ რომ მიცოდეთ როგორ მიყვარხართ, ხომ არ გიცნობთ, სახელებიც არ ვის, ზოგი მე რამდენად მოვიდა, არ ვის, ზოგი პირველად მოვიდა. აი ეს არის სული წმინდის მადლი, როდესაც გადადის ადამიანზე,
ენით აუწერელი სიყვარულის შეგრძნება, როგორც უხილავი ღმერთის, ესევე ადამიანის მიმართ, რომელიც ხატად და მსგავსად თვისად შექმნა უფალმა ღმერთმა. ან კი როგორ არ შეიძლება არ გვიყვარდეს. აი, ცოცხალი მაგალითი, სულ ეხლა ხანს. გულში ლოცვის შემდეგ თურმე ორმა ჩვენმა მრევლთაგანმა წაიჩხუბა. ეშმაკს მეტი რა უნდა, თქვენ გონე გარეთ გას და გველოდება როდის გავს. აქ არის თქვენ შორის არის. ზოგ თვლემას აგვრის, ზოგ გონებას გიბნებ და ზოგი ახლა გახსნილდა და უკვე სუფრაზე ზის განსხვავებული თხელში. კი, ის აქ არის. სიმღერა როა, ის აქ არის, ის აქ არის. ხო და წაიჩხუბეს. და, ერთმა ილაპარაკა მეორეზე, დღესდილად ვკითხე მეორეს, მეორემ თქვა პირველზე ის და გაკატნიერდა ერთი მათგანი, იმას იქვე უთხარი, დღეს შენ არ ეზიარები მეთქი. თუ გინდა გაზიარო, წადი, დაეგე, როგორც უფალია, დავარდი მოხელებში და პატიებას თხოვე. არ აქვს მნიშვნელობა, შენ დააშავე, იმან დააშავე. ჩვენ ყველანი დამნაშავეები ვართ ღმერთის წინაშე. ეს ძალიან შეფარდებითი რაღაცა არის. აქ იგითხარით, ანგელოზის სიწმინდეც იჩვარია დედაკაცი არაწმინდებაში რომ ხმარობს და რომელ სიწმინდეზე მელაპარაკები, შვილო ჩემო რა, მინდა გითხრა. ერთმა მოვიდა ესეთი ბოლო საზიარებლად და ახსარება ვთქვიო. ვისთან? მამა იოანეს ეტყობა. მამა იოანე, ჩემი სულიერი შვილია, ვენაცვალე მაგას. და ერთ-ერთი ყველაზე მორჩილი ჩემს. 40 მეტი მღვდელი გამოვიდა, შეუდარებელი არის მამა გიორგისთან ერთად. და მყავს 1-2 კიდევ დანარჩენები. ხრუბლებში დაფრინავენ. ასევე სიმღერაა მაგაზე, მომამღერებთ. ეხლა სალოსობაში არ ჩავამართ მას. იფრინონ ჩიტებო, ამაზეც არის სიმღერა. მოკლედ ძალიან მომღერალი მღვდელი ვარ. მოკლედ, ეხლა რა თქვა, ნახეთ, როგორი დახვეწილი არაწმინდა სული. ახსარება ვთქვიო. მერე თქვა, რომ ჩავეციე პატიება ვთხოვეო და არ მაპატიაო და აუძახე ორივეს და შენდობა მისცეს. მე ვთხოვე რომ გულით გაეკეთებინათ, რადგან უფალი ამბობს, საღამოვდეს კი არ გაიყოლო წყენა და ერთი ღამე კი გავიდა და მეორე დღე გაგვითენდა ამასობაში, არა? ამათან. სიარება არ არის ფორმალობა, ისე როგორც ურთიერთ შენდობა. გულს გარეთ რაც არის, არაფერი არ არის მოსაწონი ღმერთისთვის. მხოლოდ გულითადი. აი ამიტომ ამბობს დავით წინასწარმეტყველზე, ვის მოდგმაშიც მოვიდა ქრისტე. ნახე კაცი გულისა ჩემისა. და დავითი იყო უწყინარი ადამიანი. და მშვიდი. და როგორ ამბობს თვითონ ფსალმში, დავით და სიმშვიდე მისი. აი როგორი მოსწონს და უყვარს უფალს. ჩვენც უნდა ვეცადოთ, დავითსაც მივბაძოთ, გრიგოლ პალამასაც, იოანე ოქროპირსაც, პეტრესა და პავლეს და ყველა წმინდანებს. ისინი არიან სარკეები. როდესაც ჩავიხედავთ მათში და როგორ? როცა მათ ცხოვრებას გავეცნობით, მათ სწავლებას, მათ მოწამეობას, როგორც სარკეში ვხედავთ ჩვენს ნაკლოვანებებს. ჩვენ მაგალითად ამას ვერ შევძლებდით. ჩვენ ამას სხვაგვარად გავაკეთებდით, მაგრამ არა წმინდანი. და მათგან ვსწავლობთ, რომელია სწორუპოვარი ღვთის წინაშე. და ამით კი არა სამწუხაროდ დღევანდელი მორწმუნეებისთვის, რომელთათვისაც ყველაფერი არასავალდებულო გახდა, მარხვა, ლოცა, ახსარება, ზიარება და ასე შემდეგ, ესე იგი ლამის 24 საათი იქექებიან ნაგავში სოციალური ქსელებისა და წმინდა წერილში ვერ გადააშლეიდნენ. წმინდა მამას ვერ წააკითხე. ყვდება. იცით რა, მამო, ინფორმირებული ხდები, როცა სოციალურ ქსელებში შედები. ინფორმირებული კი ხდები, მაგრამ განათლებული არ ხდები. გაიგე საყვარელო? დიდი განსხვავება მათ შორის. გვეყოფა ინფორმატორები. მიხვდით რასაც აგენტები გავლენის და უბრალოდ აგენტები. ეს ინფორმატორები არიან, აი დამსმენები, მალიმალ დარბიან, აღარც მალავენ, ისეთი უტიფრები და უსიფრთხილოები ამბობენ და ამაში კაი გვარიან გასამჯელოს იღებენ და ჩვენ რო იუდა ვახსენებთ, მათთან შედარებით რო ვადარებ პატიოსანი კაცი გამოდის იუდა. სულ რაღაც 30 ვერცხლი აიღო და აქ NGO-ები და მათი უფროსები მილიონერები ყავს. და შეიძლება მილიარდელებიც. რა ფულები ტრიალებს, არა? აფერუმ თქვენს ქართველობას. არაფერია. სოდვილი ჯერეთ სოდადეს, ამბობს წინასწარმეტყველი და მართალი ჯერეთ იქმოდეს სიმართლე. მე უფალი, თქვენი მოვალ და დაუდებ სამას, მიჯნას, საზღვარს. ამ ყველაფერს.
ერთდროს მოციქული პავლე მას წინააღმდგომი იყო და ებრძოდა და იგი ქრისტიანებს. მაგრამ საბოლოოდ შეძლეს პეტრემას და პავლემას უარყოფილმა და მდევნელმა გამარჯვება ბოროტზე. თუმცა როგორ შეძლეს ეშმაზე გამარჯვება? თვითგაკიცხლით, ღრმა წუხილითა და სინანულით, წმინდა გულიდან გაუმავალი ცრემლით, ეშმას წინააღმდეგ ამ ძლიერი იარაღი და მობიერების წაშლით, ფსალმუნდ მგალობელი ამბობს, რომ გული შემუსრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხოს. ღვთის მიერ სევდას გადამწყვეტ სინანულსა და ცხონებასთან მიყავს. ორნაირი სინანული არსებობს. სინანული მოგრილი მიწიერი წარუმატებლობისგან, მაგალითად გინდოდა გიყიდა სახლი, არ გეყოფული, ან არ გასესხეთ და ვერ იყიდე. გული დახსდა, დასევდიანდი, დანაპირს არ გიხსნის. ეს არის წარმავალზე და ეს არის დამღუპველი, წარწმედელი სევდა. მაგრამ არის სევდა იმისგან, რომ მაგალითად ცოდვა ჩავიდინე. მოწყალება მთხოვეს, ქონდა, მაგრამ ვერ გავიმეტე და შემდეგ ჩავარდა სინანულში ეს ადამიანი. ეს სევდა უკანასკნელი არის მაცხოვნებელი. როგორც ერთ ისე მეორე მოციქულში შესაძლებელია დავინახოთ, რომ მათ სინანულითა და წუხილიანი სევდი არა მარტო განკურნეს უარყოფა, რომლითაც გატაცებული იქნენ ადრე, არამედ საკუთარი სულიდან სავსებით ამოძირყვეს ყოველგვარი ბოროტება. ერთმას და მეორემაც ქრისტესგან პატივი მიიღეს მათი თავმდაბლობისა და შემოსრულებისათვის. ესეთი ამგვარი სინანული რო აჩვენეს, დაჯილდოებული იყვნენ უფლისაგან და აქვე უკვე სიცოცხლეში. მოვედით, მოვიგონოთ მასე, რომ პეტრე უარყოფამდე ცოტა ხნით ადრე საკუთარ თავს ქრისტეს მოწაფეებზე მაღლა აყენებდა. იგი თვითდაჭერებით ამბობდა, უფალო, დაღა თუ ყოველი დაბრკოლდე შენ და მომართყოლო, მე არასადა დაბრკოლდე. ჯვარცმამდე რამოდენიმე დღით ადრე უფალმა იწინასწარმეთ ყველა დაზინა, რომ ზეკაცისა უნდა მიეცე, შეიბრუნონ, გაკიცხონ მოხუცებულთა და ფარისეველთა და მწიგნობართა და გადასცენ ჯვარზე, ჯვარცმისთვის. პეტრებს უყვარდა უფალი. იყო ტემპერატული, როგორც გითხარით, ტემპერამენტიანი, წამოიძახა და თქვა, რომ ყველას რომ დაეტოვებინა, ის მისი ერგული იქნება და მის აპყრობილებ და მის სიკვდილამდე. მოდით, ნახოთ და თავის სიტყვა შეასრულა თუ არა პეტრე. თუმცა სავსებით მცირედ რო გავიდა და სანგზის დაეკითხნენ. ანას და კაიაფას ბაღში გახსოვთ, ცეცხლად რო თბებოდნენ. ამ დროს ქრისტეს კიცხავდნენ. სანგზის დაეკითხნენ და არის თუ არა ქრისტესთან დაკავშირებული, არის თუ არა მისი მოწაფე. სანგზის უარყოფითად უპასუხა. მაგრამ უფალი შფრედა რა პეტრეს გულის სიღრმეს, მის ღრმა სიყვარულსა და თავმდაბლობას, ამგვარი რამ აღუთქვა, შენ ხარ კლდე და ამას კლდესაზე და აღვაშენო ეკლესიაი ჩემი. ღვთის ჩვენდამო სიყვარული უზარმაზარია. მისთვის ისის კმარა, რათა თითოეულმა ჩვენთაგანმა ცხონებისაკენ მიმავალ გზაზე ინდომოს წასვლა. სურვილიც კი უკვე კურთხეული არის და ცხონების ნახევარია, როგორც იტყვიან ხოლმე. ცვლილება, რომელიც როგორც ერთ ისე მეორესთან მოხდა, შეუძლებელია გონებით ახსნა. რომელენა შეეძლო აღწერა მოთმინება ქრისტესთვის ვიდრე სიკვდილამდე, წმინდა პავლემ რომ აჩვენა, აი გუშინ ეპისტოლეში საკითხების ჩამოგვითვალა დღეს ეპისტოლეში, რამდენი ტანჯვა-წამება გადაიტანა, 39 რამდენჯერმე ჯოხის სემა, ჩაქოლვა, შიმშილი, წყურვილი, ყინელი, შიშლუება, ზანთარი, დევნა, შევიწროება, აბუჩა თაგდება, შეურაცხყოფა. ზღვათა ღელვაში მოხდა რამდენჯერმე ღვთის სიტყვის ქადაგებისას და რამდენიმე დღე და ღამე სიკვდილს თვალებში უყურებდა, მაგრამ ღმერთმა დაინარჩუნა, რომ მის მიერ კიდევ უფრო მეტი გაიმდიდრებინა იმ დროინდელ მსოფლიოში და ამ დროინდელ მსოფლიოში, რადგან მას მერე დაიწერა ეპისტოლები პავლე მოციქულისა, რომელზეც ნათქვამია, რომ ეს არის მეორე სახარება. ესე იგი, როგორი ავტორიტეტია, როგორი სიმაღლე აქვს და სიღრმე აქვს. და აი იოანე ოქროპირი რო ვახსენეთ, თქვენიც ძალიან უყვარდა მას პავლე მოციქული და გადაწყვიტა ეპისტოლეები მისი კომენტარები დაეწერა, განმარტებები და ერთხელაც ეჭვი შეუხდა კულში, მე კი ვწერ, მაგრამ ღმერთისთვის მოსაწონია არასაც წერ ამ განმარტებებს. და აი ნახა გამოცხადება პროკლემ სენაკაპანმა ჭუჭულტანიდან უყურებს და 3 დღე და ღამე არ გამდა პავლეს ეპისტოლების განმარტებას წერდა ამასობაში, ესე იგი იოანე ოქროპირი და ვიღაც ედგა და გამალებით ეჩურჩულებოდა, ის საჩხარებით წერდა და რო გამოვიდა ბოლოს უთხრა მაპატიო, ბევრი მოქალაქე მოვიდა, წავიდა, ვერ გიხილეს და სხვა და გარდა მაგისა ვნახე რომ მე მეგონა რომ მარტო იყავი და კარგი დაკეტილი მქონდა, გასაგებს დაკეტა, ამდენჯერმე დახედა პრობლემა, ხელში მიჭირავს, მე დავკეთე. ვინ არის? საიდან შევიდა? შეუძლებელი იყო. როგორი იყო? კითხა ოქროპირმა და აღწერა გარეგნობა გამოცხადების, ვინც ეჩურჩულებოდა. და ამ აღწერაში პავლე უყვარდა განსაკუთრებით და საწერ მაგიდასთან ჰქონდა დაბრძანებული მისი ხატი და რაღაც შორს წავიდე და დავიღალო ზედმეტადო.
აი ეს იყო ვინც გეჩურჩულებოდა, მაშინ მივხვდა რომ პავლე მოციქული თავად ეჩურჩულებოდა საკუთარი ეპისტოლების განმარტებას მაშასა და მე ღმერთისთვის ეს იყო მოსაწონი. და ბოლოს დაასრულა კიდეც ეპისტოლეების განმარტება პავლენის. მაგრამ იქაც აქაც ყველგან ძველად ახლაც ერთი მადლი მოქმედებს ყოვლადწმინდა საება ღმერთისა. ეს უნდა გვახსოვდეს. პავლეშიც, პეტრეშიც, ოქროპირშიც, ნებისმიერ წმინდაში იგივე მადლია, რაც ქრისტე მაცხოვარში, მაგრამ ბევრად შერბილებული სახით. უბრალოდ კი რო ვთქვა და ჩაკმავებით, წყაროს თვალი ამ სინათლისა, ხელთუქმნელი ნათლისა თავადუფალი ღმერთია, მამაი, ძეი და სული წმინდაი. ამიტომ გმართებს რომ დავუჯეროთ პეტრესაც ეპისტოლეებში, პავლესაც, ოქროპირის განმარტებებს, წმინდა მამათა თხზულებას, რადგან მათ გამო თავადუფალი გველაპარაკება სული წმინდა ღმერთი. მას ცვლილება, რომელიც როგორც ერთ ისე მეორესთან მოხდა, შეუძლებელია გონებით ახსნა. რომელ ენას შეეძლო აღეწერა მოთმინება ქრისტესთვის, ვიდრე სიკვდილამდე წმინდა პავლემ რომ აჩვენა. უწყოდა რა თუ როგორია ქრისტეს სიყვარული, იგი მის გარეშე არა მარტო უსარგებლოდ მიიჩნევდა, არამედ განმარტავდა კიდეც ამას ამგვარი სიტყვებით. მრწამსმე ვითარმეთ არცა სიკვდილმა, არცა ცხოვრებამ, არცა ანგელოსთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმა, არცა მან სოფელმა, არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხვამან დაბადებულმა შემიძლო ჩვენ განყენება სიყვარულსა ღვთისასა, რომელ არის ქრისტე იესოის მიერ უფლისა ჩვენისა. პავლე გახდა ღმერთშემოსილი უკვე. ის ღმერთშია და ღმერთი მასშია. მოხდა ეს ღვთაებრივი შეერთმანეთი. ღმერთი არ გათქვეფილა პავლეში და პავლე ესე იგი არ გათქვეფილა ღმერთში, მაგრამ პავლე დარჩა რა ადამიანად განიღმრთო. ღმერთი შეიქმნა. ღმერთია ბუნებით ასყნიან წმინდამავე, ხოლო ადამიანი წმინდანი ღმერთი ხდება მადლით. და ეს მადლი, რომელმაც უნდა განგვაღვთოს, მოგვიპოვა სწორედ ქრისტე მაცხოვარმა. მისი მხსნელი ვნებების გამოისვებით გარდამოგვივლინა სულთმოფენობას მარტირიისას, ესე იგი ზეციურმა მამამ თავისი სული. ამიტომ გვმართებს და ამისთვისაც მადლობდეთ მამას გარდამომლებს, ქრისტეს მომავლინებელს მანამდის და ძეს, რომელმაც ეს აღასრულა თავი თვისით და სულს, რომელმაც აკურთხა და საბოლოოდ განაშვენა ქრისტეს წმინდა ეკლესია, ანუ ქრისტეს მისტიური იდუმალი სხეული. პავლე პეტრესთან ერთია თავდაბლობაში, სარწმუნოების აღსარებლობაში, სიყვარულშიც. ის ფაქტი, რომ ისინი სწორნი არიან დიდების ბრწყინვალებაში, იმითაც მოწმდება, რომ ეკლესია მათ ერთნაირ პატივს მიაგებს და მათი ხსენების დღესასწაულს ერთ დღეს აღნიშნავს. აი რა გახდა საფუძველი. არის კიდევ ერთი გარდამოცემა, რაც საფუძველი გახდა ერთად ხსენებისა. როდესაც პავლე მოციქული აწამეს, დიდად აღშორავდა დროით დღეებით პეტრეს და პავლეს მოწამეობა და დაინახა, რომ ესე იგი დედაკაცი, რომელიც მიყვებოდა პავლე მოციქულს, რომელსაც თავი მოკვეთეს და ყუბაში, ანუ თავსარქმელში, ძველებური თავსარქმელი, თავსაფარი თქვენებურად სისხლს აგროვებდა პავლესი. ის სისხლი დღემდე არის შემორჩენილი, რომშია დაცული, ვატიკანში. და ამ დედაკაცმა დაინახა, რომ ქალაქ გარეთ სანაგვეში გადააგდეს პავლეს თავი, ეს ნეტარი თავი, წარმოიდგინე. აი იქ დედაკაცი როცა აგროვებდა სანაგვესთან პავლეს სისხლს, დაინახა, რომ ქალაქ რომიდან გამოვიდნენ პეტრე და პავლე, რომელთაც ხელი ჰქონდათ ერთმანეთზე მოხვეული. ხატი რომ არის, უგაგონდათ პეტრე პავლე ხელგადახვეულები რომ არიან. ამ ხატს საფუძვლად დაედო ამ დედაკაცის გამოცხადება. ამავე დროს ეს გამოცხადება საფუძველი გახდა იმისა, რომ ერთ დღეს დააწეს. ისე როგორც არ თუ დიდი ხნის წინათ წმინდა დიდთა მეფეთა ჩვენთა მოწამეთა არჩილ და ლუარსაბის ხსენება იყო, რატო? ეკლესია ქართული საქართველოსი განმარტავს. ერთნაირი ქონდა ცხოვრებაც, აღსარებლობაც, თავდადებაც, მოწამეობას და ლოცვაც კი დაუკავშირეს მამულ საქართველოს დღეს რომ ასე აფურთხებენ, გარბიან და ყიდიან დოლარებში და ევროებში. აი ბოლო ლოცვაც სამშობლოს, მამულ სარწმუნოებას, მართლმადიდებლობის გადარჩენას და მამულ საქართველოს უკავშირდებოდა. ამიტომ ერთ დღეს დაწესდა ამ ორი მეფის ხსენება, თუმცა 1000 წელიწადია თითქმის მათ შორის განსხვავება ცხოვრებისთან მიხედვით. მას ყურადღებით გამოვიკლიეთ რა სასწაული, რომელიც ორივე დიდ მოციქულზე აღსრულდა, მოვედით მათ მიბაძვას შეუდგეთ.
აი როგორც პავლე ამბობს, მობაძავ ჩემ და იყვანი ვითარცა მე ქრისტესი. მათ მიბაძვას შეუდგეთ, შესაძლოა ძალა არ გვეყოფა მათ ყველაფერში მიუბაძოთ, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში ეს მათ თამდაბლობასთან, მათ სინანულთან და საკუთარი თავის გამოსწორებასთან დაკავშირებით აღვასრულოთ. თავის გამოსწორება და სინანული ჩვენ უფრო მეტად უჭირდება, ვიდრე მათ. თითოეული ჩვენთაგანი ყოველდღიურად მრავალწოდვას შადის და ხსნას არსაიდან ველით. გარდა განუწყვეტელი სინანულისა, სინანულს უწინ საკუთარი ცოდვების განცდა გასიგრძე განება უწვის. ეს უნდა გაანალიზო, განიხილო შენს თავში, შენს გულში ცოდვამადლი. საბოლოოდ ჩვენი ცოდვები საბაბი ხდება სულიწმიდის განწმენდისა, როცა ვნანობთ მათ და შენდობის მიღებისა ღვთისაგან. განიცდიდა რა თავის ცოდვას წმინდა ფსალმუთ მგალობელი დავითი მესიის მამა წოდებული ღმერთს მიმართავს. მიწყალე მე ღმერთო, რამე თუ უჟღულებანი ჩემნი მეუწყი. საკუთარი ჭეშმარიტი მდგომარეობის გაცნობიერებით ღვთისწყალობა მოიზიდება. თვით გაკიცხვასა და ცოდვათა აღსარებას, ცოდვათა სავსებით დატოვება მოსდევს. ჩვენთა ცოდვათა შეცნობას თვით განკითხვა მოსდევს, ხოლო ამას კი სევდა ჩვენთა შეცოდებათა გამო. სწორედ ამ სევდას, ანუ მოწყენილობას, მოციქული პავლე ღვთის მიერ სევდას უწოდებდა. შემდეგ ბუნებრივი სახით მოსდევს გულის შემოსვლება, აღსარება, ვედრება ღვთისადმი და აღთქმა შემდეგში ყველა ბოროტებას გაექცე. ეს ყველაფერია სწორედ სინანული. ამ სინანულით ნანობდა მოციქული პეტრე და იგი არა მარტო წამოდგა თავისი დაცემის შემდგომ და ცოდვათა შენდობა მიიღო, არამედ ქრისტეს ეკლესიის ფარველი შეიქმნა. აი გულშინდელ ცისხლის ლოცვაში, დღევანდელი დღესასწაულის ცისხლის ლოცვაში იკითხებოდა მაცხოვარი რო გამოეცხადა მკვეთრით აღგარი და არაერთის ეცხადებოდა 40 წლის განმავლობაში. რა უთხრა პეტრეს მიფარდა, გამოარჩია ყველასაგან და პეტრე გიყვარმია? ჰეუფალო პასუხობს გახარებული პეტრე რომ ღირსი გახადა მასთან ყოფილიყო. იმიტომ რომ ნანობდა და ტიროდა რომ სამჯერ უარყო უფალი. მეორე და გიყვარმია? ჰეუფალო. მესამეთაც როცა და ჩააბარა დაამწყსე ცხოვარნი ჩემი. არა მარტო აპატია, სამგზის უარყოფილ სამების სახელზე სამგზის დააფიცა აღიარებინა ღვთის სიყვარული და სამგზის ჩააბარა თავისი სამწყსო. დაამწყსე ცხოვარნი ჩემი. და მესამეთაც როცა დაეკითხა გიყვარმია? შესუხნა პეტრე და უთხრა შენ ყოველივე უწყი რომ მიყვარხარ. მაგრამ სამჯერ მოარყვე, სამჯერ მიიღე შენდობა და სამჯერ აღგადგენს მოციქულის მატყლში და არა უბრალოდ მოციქულთა შორის, არამედ თავ მოციქულს გახდის. როგორი დიდი ძალა აქვს და რა ხელმწიფების მიმიჭებელია გულწრფელი სინანული და აღიარება შეცოდებათა. და წმინდა პავლე მოციქულის თავისი მოქცევის შემდეგ დიდი წარმატებისა და ღმერთთან შერიგებისა ასევე ეკლესიის მფარველი გახდა. თუ კი სინანული ჭეშმარიტია, თუ კი მართლაც გულიდან მოდის, მაშინ იგი თავად არწმუნებს მონანუს მეტად აღარ მიეცეს სოდებს და არ მიეწებება რა გულით აწყოს თავის მომავალს მიუძღვანოს იღვაწებს რა ვნებების წინააღმდეგ. ამ დროს აღსარებების უმეტესობა როგორია? ვადარებ ხოლმე ქეთოს მზითებს. სეპირა ჩამოთლიან, გული არ მონაწილეობს. ზოგიერთს ვეუბნები ხოლმე, შილო, ვიცი რომ კითხვა კარგად იცი. მე შენი წერა კითხვის გამომცდელი კი არა ვარ. გული გახსენი და გულიდან მელაპარაკე. საერთოდ განიცდი. ამ დროს არა გვაქვს ცოდვების განცდა. ფორმალურად ვამბობ აღსარებას და ზიარებას ვიღებთ. და რა გვემართება? განსაცდელები, ავადმყოფობები და ზოგიერთის ნაადრევი სიკვდილიც კი. თუ ხშირად ხდება ეს, როგორც პავლე მოციქულის გვასწავლის. ფორმალობა არ შეიძლება სად და ეკლესიაში. მხოლოდ გული. უფალი ამბობს მე ვრექ ყოველი ადამიანის გულის კარზე და ადამიანს გონება არ მისცა, რა თქმა უნდა. მაგრამ ის რეკს არა გონების კარზე, არამედ გულის. აი აქ არის ბრძოლა სინათლის და სიბნელის, ჭეშმარიტების და სიცოვის. ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ. შვილო, მომეც გულის შენი გვეუბნება უფალი ესაიას წინასწარმეტყველის პირით. აი რა უნდა მას. შენი გული, როგორი გული? ჩვენ ბიოლოგიურ გულს არ გულისხმობთ, რა თქმა უნდა, ანატომიურ. გული შემოსვლილი, სული შემოსვლილი და დამდაბლებული ღმერთთან არა შეურაცხოს. გული წმინდაი დააბადე მას ღმერთო და სული წრფელი განმეახლე გვამსა ჩემსა.
შემდგომ ამგვარად მონანული ადამიანი ღვთისმადლით სათნოებათა, ანუ სიკეთეთა სიყვარულს იწყებს. ყოველივეში თავს იკავებს, ღვთისადმი ლოცვა-ვედრებას არ წყვეტს, ყოველგვარი სიცრუისაგან თავის შორს უჭირავს და წყალობას იჩენს მათ წინაშე, ვინც მის წინაშე დამნაშავეა. թե ღმერთმა გვაკურთხოს კეთილგანწყობილი და მოწყალენი ვიყვნეთ მათ მიმართ, ვინც რაიმე გაჭირვებაში დახმარებას გთხოვს. მოვედით მოყვასის ძახილს გამოვეხმაუროთ მათი გაჭირვების შამს და ყოველივე იმით შევეწიოთ, რაც ჩვენს განკარგულებაშია. კაცთმოყვარე სულს ყოველივე მიაქვს მოყვასისთვის, სიტყვა, საქმე, თანხა. იგი ყველასა და თითოეულის წინაშე ქეციხლის თავისი ყოფის სიღრმიდან, ანუ გულის სიღრმიდან. ეგევით არ კაცთმოყვარებაზე კაცთმოყვარებით თვე იხრის ქეს თავად ღმერთიც. უყვარს რა საკუთარი მოყვასი თითოეულ ჩვენთაგან ძალუს ღვთისგან სიყვარული მიიღოს, ღვთის კეთილმნებებლობა მოიზიდოს თავისკენ და წყალობა საუკუნო წყაროს თვალი ყოველგვარი ლოცვა-კურთხევისა და სიხარულისა. და ბოლოს, როგორც თავში აკითხვით, ერთი პატერიკული მოთხრობა მას ჟამსაშინა მეოთხე საუკუნეში, როცა ჯერ კიდევ ამა თუ იმ ქვეყანაში იმ დროინდელი მსოფლიოს იყო დევნა ჩვენი სარწმუნოებისა, ცხოვრობდა ერთ-ერთი წმიდა მამა, ჯერ სრულიად ჭაბუკი და ახალგაზრდა სამღვდელო დიაკონი გრიგოლი, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა ომირიტელი მთავარ ეპისკოპოსი, რატომ დარისთვის მაგას მოგახსენებთ მოგვიანებით. მოკლედ ჩასული არის პილიგრიმო მოსალოცად რომში, ვატიკანში, წმინდა პეტრეს საფლავის წინაშე წარგარი და მთელი არსებით ევედრება ცოდვათა მიტევებას. და ამ დროს როგორც ძველ ქართულად ითქვა, განკვირვება დაეცა, ანუ გამოცხადება იხილა, პეტრე ცანი და ცანი განიხვნეს და პეტრე მოციქული გარდა მოხდა ენი დაუწერელ დიდებაში. ისო რომ მზე დაბნელდა მის სინათლესთან შედარებით. აი ესევე მოხდა, მე ადრე მოგიყევით კრებულში შევიტანე მამა გაბრიელის ცხოვრებისა, დედაჩემა გარდაცვალებამდე 3 კვირით ადრე იხილა მამა გაბრიელი, ადრე იყო გამკითხავი, შემთაყვანისებელი სიცოცხლეში სწოვდა, რომელიც ცოცხალი იყო ჯერ კიდევ მამა გაბრიელი და იკურნებოდა მისი სახელის მოწოდებით. უდიდესი პატივისცემელი შეიქმნა, სიკვდილისინ გამოეცხადა და უთხრა, რუსიკო დრო არის უკვე წავიდა თუ სიტყვით არა, გონებით ველაპარაკებოდით ერთმანეთს. ჰაერზე იდგა, როდესაც ბნელდებოდა, სინათლე ავანთებინე შვილიშვილს, უმცროს შვილიშვილს უთხარი, რომ პატერიკული პატარა მოთხრობები წავიკითხე, უკვე მეორე მიიღო ესე იგი ინსულტი და რთულ ტექსტებს ვერ აღიქვამს მეთქი და მარტივისეინ წაუკითხე და პატარა იყო 7-8 წლის ჩემი ბავშვი და ტიტინით უკითხავდა და ამ დროს გააჩერა, ხედავო მამა გაბრიელს, ბარბარე. შეეშიდა ბავშვს, პატარა იყო, მაგრამ ესე იგი აღმიწერა გამოწვლილებით. ღამდებოდა, შუქი აანთებინა, მამა გაბრიელი როცა გამოჩნდა კითხვის დრო, გაიპო ეს მიწიერი სინათლე და სიღრმიდან, რომელიც ღვიოდა სიღრმე, გამოვიდა მამა გაბრიელი და ისეთი ნათელი ემოსა, რომ მიწიერი სინათლე გამოჩნდა როგორც სიბნელე, დაბნელდა მის წინაშე. რა ნათელში არიან, რომ წარმოიდგინეთ თქვენ. და ამის შემდეგ რა მოხდა? ესე იგი, შვილები დაალოცინა და ალბათ უნდა ითქვას, არც თუ სიამაყით ვამბობ, პირიქით სიხარულით ვამბობ. დედმამის შვილები მყავს და როცა სთხოვა შვილები დამოვლეს, არ ვიცი, იმიტომ რომ ალბათ მასვე მოწაფებოდი თუ როგორ იყო, გამომარჩია და მათ მომავალი ციციან ადამიანის და მითხრა, შვილს მამა არჩილს პირველად გამოცხადებაში დამიძახა მამა არჩილას მეძახა სიცოცხლეში, ხვდელსაც. მამა არჩილს გადაეცით, რომ ჩვენ ანგელოზები ყოველთვის მასთან ვიქნებით და დავეხმარებით. რას ნიშნავს ჩვენ ანგელოზები? ანგელოზთა სწორია. მართლაც ასია ეკლესიის სწავლებით. ანგელოზების 1/3 რო დაეცა ამ პარტავნებით, ის 1/3 ანგელოზების უნდა აავსონ ადამიანებმა წმინდანებმა. ანუ ისინი არიან ანგელოზთა სწორნი. 900 წმინდანები სწორნი არიან 900 ანგელოზების. და მე დღეინდელად დღემდის დიდი ხანი გავიდა, რაც დედაჩემი გარდაიცვალა, გულსუნობ მამა გაბრიელის თანადგომას ბევრი მაგალითია, მაგრამ ეს კრებულში გამოეცა, ამჯერად თავს აღარ შეგაწყენთ და ამის შემდეგ უცნაური რა მოხდა. სთხოვა რომ სიცოცხლე მაჩუქე რომ ჩემი შვილების სიყვარულით დავტკბეო. ძალიან თავდადებული დედა იყო. ჩემში თუ რამე კარგია, დედისგან მოდის პირველ ყოვლისა და მე მამისგან. წიგნის სიყვარული, სწავლა, განათლების მიღება, ზნეჩვეულებანი პირველ ყოვლისა დედაჩემისგან ჩამეგერდა. თანამედროვე მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანის ჩამოყალიბება მთავრდება 5 წლის ასაკში. თითქმის ესე იგი ვეთანხმები ამ შეფასებას.
ფორმირება ადამიანის, როგორც ასეთი პიროვნების ხდება, მერე უკვე გარდატეხა იწყება და ასე შემდეგ. გარემოებები, მშობლები, ყველაფერი მოქმედებს. რა ბინძური გარემოება, ეს რომ ადამიანი ძნელად ჩამოყალიბდეს ღვთისმიერ ადამიანად. ერთი სიტყვით, ნიშად იმისა, რომ ეს არ იყოს მანება და იყო ჩვენება, დედაჩემს მიეცად წინასწარ ცნობელობის მადლი. რაც გვითხრა შვილებს და მათ შორის ჩემს დიშვილებს, ისი აგიხდეთ ყველაფერი. აი მაგალითად, როდესაც უკვე მომაკვდავი იყო სამი კურა იწირობოდა, რომელიც მისცა მამა გაბრიელის ლოცვით ღმერთმა დარჩენა დედამიწაზე. ჩემი დიშვილი, რომელსაც ხმარი მოუკლეს საქმრო უფროსულად, ტელევიზიით აჩვენეს, ფიზიკურად ძლიერი პიროვნება იყო, 7-8 ავაზაკი დაესხა და პირისპირ ვერ გაუბედეს, ზურგიდან ჰქონდა ჩარტყმული 37 ჯერ დანა. წარმოიდგინეთ. მაინც ვერ მოკლეს. საკუთარი ფეხით მივიდა საბატყოფოში და იქ რეანიმაციაში გარდაიცვალა მერე. ესე იგი ტირო და ანუ გეშებდა დედაჩემი, ნუ ტირიშვილო ღმერთი ჯერ მომავალს გიმზადებსო და მე აღარასდროს აღარ გავთხოვდებიო. გაიღიმა მომაკვდავმა დედაჩემა და უთხრა. ჯერ შენი უმცროსი და გათხოვდება, ნინო. მერე შენ ორივეს პირველი შვილები ბიჭები გეყოლებათ და ყავთ გიორგი და ნიკოლოზი. ჩემმა შვილმა უფროსმა, ქალიშვილმა რუსუდანმა ხუთშაბათს დაურეკა შაბათდილით ვაზიარე და მე წავედი მიცვალებულისთვის ეს სასაგებად საგარეჯოს რაიონში. არ მინდოდა წასვლა, ნუ მავისი რა, არ შემელივნენ და მაინც და მაინც შემნა ჩამოხინო, მეგობარი იყო და ვეღარ უთხარვერ, თუმცა ვცნობდი რომ დედაჩემი მომაკვდავი იყო უკვე და ივერის ღვთისმშობლის ხატი დავლოცე უკანასკნელად. და ესე იგი დაურეკა ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა ხუთშაბათს შაბათს გარდაიცვალა. ნუ არიტირო შვილო, ხუთშაბათს დილით დაგირეკავენ და გეტყვი რომ ბებუ აღარ არის. მესამე შვილი ეყოლა, ძუძუ საჭმელ დაგიშრება, არ გინდაო. შენი ტირილი მე რას მიშველისო. შაბათს დილით ზიარების შემდეგ აღესრულა. და ვფიქრობ, ძლევით გაიარა საზღვრით სასა ზიარება სიმხელა მადლია. მოკლედ, გრიგოლ ომირიტელი გამოცხადება აქვს პეტრე მოციქულის. პეტრე მოთხრა, ცოტა ხნის წინ ქალაქ ომირიტში ვიყავი. იქ ქრისტიანების დევნა, ესე იგი იმპერატორის ბრძანებით, უпроსტად მთავარი იყო წარმოშობით ებრაელი, დუნაანი, ცნობილი პიროვნება იყო მდევნელი ქრისტიანების. დუნაანმა ამ ქალაქში შეიპყრო ქრისტიანები, აწამებს და სიკვდილს უნდა გადასცეს და მე მათთან ვიყავი, ვაძლიერებდი მადლობა უფალს და პირჯვარი გამოისახა პეტრე მოციქულმა, რომ არც ერთმა მათგანმა ამ საზარელი წამების ქვეშ უარი არ ათქვა ქრისტეს და ყველა მოწამის გვირგვინი დაიკიდა, თავად უფალმა განუზადა მათ სახდარი დიდებისაო. ამის შემდგომ მე წავედი იერუსალიმში, იქ შევხვდი პავლე მოციქულს და რომელიც არის ქვეყნიერების ეკლესიის თანამდგომი და თანამბრძოლი, აი როგორ შეამკო. მართლაც ეს მადლი და ძალაუფლება აქვს მინიჭებული ღვთისაგან პავლე მოციქულს. ის შემდეგ განშორდა მე, დავემშვიდობეთ ერთმანეთს და მე შენთან წამოვედი აქ რომში, უკან მოვბრუნდი. კარგად დაიწყე ქრისტიანული ცხოვრება და დიაკვნობა. გისურვებ რომ მომავალი წლები ჩემი ცხოვრებისა სიკეთის კეთებასა და ესე იგი საღვთო სიტყვის შესწავლას მოახმარო და ბევრი მოიყვანო ღვთისმოშიშებაში. და საბოლოოდ უწინასწარ მეტყველა რომ ქალაქ ომირიტის ეპისკოპოსი გახდებოდა, რაც ახდა კიდეც. მთავარ ეპისკოპოსი შეიქმნა მრავალი სული მიგვარა უფალს ზეციურ სასუფეველში, რომელსა მხოლოსა ღმერთსა ქრისტე მაცუარსა შვენის ყოველგვარი დიდებაი, პატივი და თაყვანისცემაი, თანამამით და სული წმინდით აზდა ბარადის და უკუნით იხულისამდე. ამენ.